ვერაფერსაც ვერ ხსნიან, უბრალოდ უნდა თავისი სიბრიყვე რაღაცნაირად ახსნა, ეს არ იხსნება ეს სისულელე. ამ რაღაცები არსებობს, რომელიც არ იხსნება. აი რატომ არის სიბრიყვე და ქართული პოლიტიკისთვის ეხლა 5 ოქტომბერს რა ხდება, არის თუ არა უფრო მთავარი ვიდრე 4 ოქტომბერს რა მოხდება? 5 ოქტომბრიდან რა ხდება? 5 ოქტომბრიდან რა ხდება, ეხლა მაგას მოცემულობა აჩვენებს. არჩევნებზე წასვლა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არის საკონსტიტუციო პროცესი და ყველანაირად უნდა შეუქმნა პრობლემები ხელისუფლებას, რომ დიახ, ნაკლებ მანდატს აიღებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ეს უფრო მნიშვნელოვანი არის, თუნდაც ქართული დემოკრატიისთვის. ამას აქვს მნიშვნელობა, ფორმალურ მხარეს აქვს მნიშვნელობა. მუნიციპალური არჩევნები ეს არის ყველაზე ისეთი ყველაზე მასშტაბური არჩევნები არის ხა საპარლამენტოსთან შედარებით, ათასობით ადამიანის თუმცა მაინც საქართველოში ნაკლები მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს ხელისუფლების შეცვლის არჩევნები არ არის. არაფრის შუაში არ არის, შენ ეს ხალხის სამსახურისთვის და ხალხის საქმის საკეთებლად ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები არის, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის, არ ვიცი, უმრავლესობას რა პრობლემებიც აწუხებს, აი ყოველდღიური პრობლემები. თუნდაც აი პარლამენტის წევრებთან და პარლამენტის მაჟორიტარებთანაც რა თემებზე ჩემთან მოდიოდნენ ხოლმე, ან ჩემთან ამ მნიშვნელობა აქვს ბიუროში და სულ მუნიციპალური თემები იყო. ყველა პრობლემა 90% პარტიები, რომლებიც არ არიან ახლა არჩევნებში, ვერ გრძნობენ ხალხს რა აწუხებს. რა თქმა უნდა გრძნობენ, უბრალოდ რაღაცა ჩიხში შევიდნენ და თავიანთი ამ რაღაცა ნაცური ამპარტავნობის გამო აუკანა პროცესი ვერ მოდიან და იგონებენ 1000 რაღაცა სახელს არქმევენ, რომელიც არასერიოზული არის და რაც უფრო მოდის ეს 4 ოქტომბერი, რაც უყურებ ამ ადამიანების რაღაცა ბრაზის თუ ბოღმის ევოლუციას, კიდე უფრო შემაწუხებელია აი მათი მდგომარეობა, არ არის კარგი მდგომარეობა, იმიტომ რომ ბოლოს შეიძლება ამ ადამიანებმა ვიღაცები არჩევნების წინააღმდეგ არიან, არც ნაცები არ არიან, თქვათ, პოლიტიკოსებს მიღმა და არც ნაცური ამპარტავნება აქვთ. თქვენ მე ვამბობ პოლიტიკურ კლასზე კითხეთ, მაგრამ ეხლა გეკითხებით იმ ხალხზე, ვინც ხედავს, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ვერაფერს ვერ ჯობია ვიდრე არჩევნებში. რა არის პროტესტის გაგრძელება, რატო არ არის არჩევნები, აი ამიხსნან ორი თვის წინ დავდეთ ეგ კითხვა, აი მე რა ხდება. ადამიანებს პასუხი არ დღეს ვიღაცა იძახდა საერთოდ 3000 დღე უნდა ვიდგეო. ანუ ხო გეუბნებით, ანუ რაც უფრო მოდის და უფრო მძაფრდება ეს ემოციები, მე მესმის. ჩვენც ყოფილ ვართ, არ შეიძლება რა არის რაღაცა ზღვარი სიბრაზის, რომელიც ადამიანს საერთოდ რეალობიდან წვიტავს. ბევრი ადამიანი რეალობასაა მოწყვეტილი, 3000 დღე უნდა იდგნენ. ზოგი რაღაცა გამოვა ის უნდა ვქნათ, ეს აბსოლუტურად დეზორგანიზებულია ეს პროცესი. მე ვსაუბრობ პოლიტიკურ პროცესს, ძალიან კარგად ესმის ნაციონალურ მოძრაობას, რა გააკეთა და ძალიან კარგად იცის ის სიტუაცია რაშიც არის და ალბათ ბევრ ამას გადაიხდიდა იმაში, რომ ამაში არ ყოფილიყო, მაგრამ ამ რეალობაში არიან, მაგრამ ეხა მაგ როგორ გამოდის, იცი, ეხა ალმა ძაღლმაო, არც თვითონ ჭამა და არც სხვას არ ჭამაო, დაახლოებით ეხა ამ მდგომარეობა, ავი ძაღლის მდგომარეობაში ჩაიყენეს თავისი თავი. ფაქტობრივად იქცნენ ირიბი შტაბის წევრებად კახი კალაძის და ქართული ოცნების. აი რატომ? იმიტომ მარტივი არის. თუ შენ მოუწოდებ რაღაცა რაოდენობის ადამიანების არჩევნებზე არ მივიდეს, ეხა ციფრები სხვანაირად დგება, ხო? პროცენტი იზრდება, ის რაღაცა პროცენტი იკლებს, შეიძლება იმაში მიმსვლელში ჩვენი მხრიდან და იქიდან მხრიდან არ იმასქნას, მაგრამ ეს პროცენტს ზდის, ყოველ შემთხვევაში არ თულებს საქმეს. ეხლა წარმოგიდგენია თბილისში 24 წლის ასეთი მოცემულობა იყო ციფრები. ციფრებს აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ არჩევნები მარტო ციფრებია, სხვა არაფერი არ არის. ჩვენ და ლელოს ქონდა დაახლოებით 12000 ხმაზე მეტი, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ იმას ახალს 4 ნომერს. ეს საერთო ჯამში სადღაც ადიოდა 280,000 ხმაზე და პლუს სხვა პარტიების ხმებით ეს უკვე სადღაც ლევან ახალს ქონდა საკმაოდ კარგი მაჩვენებელი თბილისში 100,000-მდე ქონდა და ნაკლები ქონდა ძალიან ნაციონალურ მოძრაობას 12,000 ხმით 12,000 ხმით მეტი იყო ანუ 25-ის ჯამი მეტი იყო 4 და 5-ის ჯამზე, დიახ. 4-ს ქონდა მართლა გარღვევა. კი, 4 შეიძლება კი იყო. ბევრად, იმიტომ მე-4 ადგილზე გავიდა თბილისში ნაციონალურ მოძრაობა ამ 4 პარტიიდან. ბათუმში მეორე ადგილზე გავიდა ოცნების მერე, მაგრამ თბილისში მე-4 ადგილზე გავიდა. ეს ახლა რას ცulis ამ ბევრ ამას ცulis. გახსენება.
ამ სტატისტიკის გახსენება ცulis იმას, რომ მოგებული არჩევნებს ადამიანები კალაძეს ატანენ, კორუმპირებულ ადამიანს ატანენ მოგებულ არჩევნებს. ეს არის საწყენი. ჩვენ ამას ვამბობთ. ამის ახსნა გვინდა არა პოლიტიკურ ესტაბლიშმენტზე, არამედ ადამიანებზე, რომ ციფრებით კახა კალაძეს არჩევნებში მონაწილეობენ 4 და 5, ასე ფიქრობთ? 4 და 5 კახა კალაძეს იოლ გამარჯვებაში მონაწილეობას იღებს. და ყველა ეს ადამიანი, ვინც ამბობს, რომ გახკივის, რომ ისინი ამბობენ, რომ 9 და 25 ივანიშვილის სპეცოპერაციაში იღებენ მონაწილეობას. ანუ ეს კონტრარგუმენტია. მეორე არგუმენტს მოგიყვანთ, რაც მე ვფიქრობ არის მნიშვნელოვანი. 2021 წელს ქართულმა ოცნებამ მხოლოდ იმით გაიმარჯვა თვითმმართველობა, ანუ შემოატრიალა წაგებული არჩევნები, რომ სააკაშვილი ჩაჯდა სადღაც კონტეინერში და ჩამოვიდა საქართველოში და 2 დღით ადრე თავისთავი ანახა ხალხს და გადაწყვეტილი ხალხი, რომელსაც აღარ უნდა მიეცათ ქართული ოცნებისთვის, ხმა გაიქცნენ და მიცეს ქართულ ოცნებას. 2025 წელს ნაციონალურ მოძრაობა გამოდის და იძახის, რომ არჩევნებში არ მიხვიდეთ, ანუ რა უნდა დაარქვა ამას სხვა სახელი, გარდა იმისა, რომ მინიმუმ მავნებლობა არის და მაქსიმუმ შეიძლება სხვასთან რაღაცებთან კონდეს ადგილი. ანუ რატო აკეთებს ეს ხალხი? 4 რევოლუციის თარიღად, ეს თქვათ, მონიშნავს რა ამ პროცესში რისი თქმელია? აქაც არათანმიმდევრულობას აქვს ადგილი. მას შემდეგ რაც ეს ადამიანი დააკავეს, ეხლა ნამდვილად კოშმარია, ხო? აი აბსოლუტურად თითიდან გამოწვეული საქმით ადამიანის დაკავებათ, მაგრამ აი კარებთან მივიდა მათი ნაციონალური მოძრაობის პარტიის ლიდერი და უარყო ის, რის გამოც ეს ადამიანი ციხეში ჩაჯდა, ხო? თავისი გადმოსახედი, ანუ ხაბეშვილი იძახდა, რომ 4-ში ვამთავრებთ, ბოკუჩავა მივიდა და თქვა, რომ 4-ში არაფერი არ იქნებაო, თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ ეს კადრები ის რომელ კარებთან თქვა? სუსის კარებთან რომ იდგა, თქვა, აქცია რომ გააკეთეს მათმა პარტიის ლიდერმა, თქვა, რომ იცი რა არის, ჩვენ 4-ში ვიწყებთ. ბოლოს ხაბეშვილი თითქოს ამ პარტიის მიღმა რაღაცა მოძრაობაში იყო ეს ანუ რაღაცა ლოგიკა ხო უნდა არსებობდეს, ეხა მართლა ეს ხო არ არის ესე არასერიოზულად ამდენი ადამიანის ბედი კიდია ამ ყველაფერზე, ხო ვიღაცებს მართლარჯელად გულწრფელად რომ 4-ში რაღაცა მოხდება ამ ადამიანებს თქვენ როგორ უყურებთ? არა ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ყველანაირ რევოლუციურ პროცესს. რაღაცა რაღაც სიტყვებს წაუმძღვარებ, ხა დაამხობ შვიდობიანად რევოლუციას მოაწყობ. არანაირი რევოლუციის მომხრე მე პირადად არა ვარ. აი მარტივად ვამბობ. ჯერ ეს ერთი არც არანაირი რესურსი არ ჩანს ამ რევოლუციის. და მეორეს ერთიც რას ნიშნავს რევოლუცია? რევოლუცია იქნებოდა ეხლა რევოლუცია არ იქნებოდა კალაძე რო არჩევნებს წააგერა. ანუ სხვა რა უნდა მომხდარიყო იმაზე უბედურება ქართული ოცნებისთვის თბილისში რო დამარცხდებოდა იმ სიტყვებს აღარ ხმარობ, ვითომ იცინიან ამ სიტყვებზე, მაგრამ არაფერი სასაცილო არ არის. პირდაპირ მნიშვნელობით ბრძოლით წააგებდა ქართული ოცნება თბილისს. ბათუმს წააგებდნენ, ქუთაისს წააგებდნენ. წააგებდნენ, იმიტომ წააგეს გაყალბებულ არჩევნებში იმის იქით რომ აღარ არსებობდა გაყალბების ტექნოლოგია. და ეხა შენ თუ იმის რომ ეტყვი ადამიანს არ მიხვიდი არჩევნებზე, ერთადერთი იმით შეუულია ქართულ ოცნებას ეხა მშვიდად იყოს რომ პირობითად 10-დან 2 კაცი არ მივა ეს ქართული ოცნებას პროცენტებს ხელს შეუწყოს, პროცენტს გაუზრდის. კი არ დააკლებს, გაუზრდის. შეიძლება ხმებში იგივე დატოვოს, მაგრამ პროცენტულად სხვა მოცემულობა იქნება. 4-ის როგორც რევოლუციის თარიღის მონიშნა თქვენი აზრით ხელისუფლებას დაეხმარება იმ ტრადიციული კარტის გათამაშებაში, რომ ჩვენ არა ისინი, რითაც ცდილობს ის ყოველთვის საარჩევნო ხელისუფლება დღეს არის გადაწყობილი არის ძალადობაზე და რადიკალიზმში. შენ თუ მას მიცემ საბაბს ამ ძალადობის განხორციელების, ის ამას გააკეთებს. თქვენ გონიათ რომ ვინმეს ხელი აუკანკალდება, იქან რაღაც ემოციები შეიპყრობს და რაღაც სხვა ახალი მენეჯმენტის ძალას ნახავენო. ანუ კბილებს ილესავენ, ადამიანებს კბილებს ილესავენ და წყურიათ ხალხის დასახიჩრება. და შენ ადამიანს ეუნები რომ მოდი ეხა წადი და რაღაცა შენ ამბობ რომ რევოლუციის მომხრე არ ხარ, რევოლუციის ცვლილებების აზრსაც ვერ ხედავ ამის შესაძლებლობასაც და ზოგადად რევოლუციის მომხრეც არ ხარ. არჩევნებით ცვლილების შანსს ხედავდი ამ არჩევნებზე მაგალითად ყველა ერთად. ამაში დარწმუნებული ვიყავით ჩვენ. კი არ ხედავდი მოხდა ეს ამბავი. დიანა არის რაღაცა ზღვარი
რომელიც საქართველოს ისტორია რასაც გვაჩვენებს, ეხლა მე ჩვენ რაც გვაქვს აი ეს ბოლო 30 წელი არჩევნების ისტორია რაც არსებობს, ხელისუფლება რომელიც დება 30%-ს ქვემოთ ჩამოდის, ხელისუფლება ვერანაირი მანქანებით ხელისუფლებას ვერ იჭერს, ვერც გაყალბები და ვერც გაუყალბებლად. გამორიცხულია, ამ ჯერ არ მომხდარა ასეთი რაღაცა. სააკაშვილმა იმიტომ კი არ წააგო 2012 წელი რომ არ გაუყალბებია, იქ რა პროცენტებიც აქვს, ჩათვალე რომ 1-10% ზედმეტი უწერიათ, არა უღია ნაცნობ მოძრაობას 46%, მაშინაც გააყალბეს, მაგრამ იმდენად ქვემოთ იყვნენ 30%-ს, რომ არც 15% აღარ შველოდა. ლევან გაჩეჩილაძესთან უშველა 10%-მა. უშველა, როგორც ეხა შეიძლება ქართულ ოცნებას უშველა 10%-მა, იმიტომ რომ რეალური 40% შეიძლება ქონოდა ქართულ ოცნებას. მაგრამ როდესაც ხარ 28%-იანი პარტია, შენ ვერ დაიჭერ ვერც პოლიციის სპეცნაზი და ვერც მითი. ანუ თქვენი სურვილია 28%-ზე დაყვანა, რაღაც ამდაგვარ პროცესს გარანტირებული იყო ეს პროცესი. თუ ჩვენ თანმიმდევრულად წავიდოდით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება კიდევ უფრო მეტად ქვემოთ ჩამოვიდოდა, მაგრამ სულ შენ არ მოდის ოპოზიციური ამორჩევლის ნაწილი არ ამოდის, ის რაც 28%-ს არ ჩამოსდეს, ის მაინც 40% უხდება. იმიტომ რომ შენ თუ არ მიდიხარ, მიმსვლელების რაოდენობა იკლებს და შესაბამისად მისი პროცენტი იზრდება. ელემენტარული მათემატიკის ამბავი არის და ამას ეს ხალხი აკეთებს ან შეგნებით, ან შეუგნებლად. თუ შეუგნებლად აკეთებენ, ბრიყვები არიან და თუ შეგნებულად მოსყიდულები, იმიტომ რომ მეორე არჩევნებია უკვე თვითმმართველობას ჩუქნიან. რა უნდა დაარქვა მაშინ ამ პროცესს? მე არ ვიცი რა უნდა დაარქვა. როგორ აჩუქეს? აი, სააკაშვილის ჩამოსვლით აჩუქეს ეს არჩევნები, აბა რა გონია, წაგებული ქონდა თბილისი. მერი თუ არ ქონდა წაგებული, მინიმუმ საკრებულო წაგებული ქონდა. ბათუმი წაგებული ქონდა, ქუთაისი წაგებული ქონდა, ზუგდიდი წაგებული ქონდა. ჩამოვიდა სააკაშვილმა, დაანახა თავისთავად ბათუმში და გავარდა ადამიანი და მიცა ისევ ქართულ ოცნებას ხმას. მარტივი იყო ეს მადლობა.